ძალიან არაპროფესიონალი ვარ სამზარეულოში, მაგრამ ჩემი ლენიკოს იმედი მაქვს დამეხმარება და ერთად მოვამზადებთ, რას ლენიკოს შენ გითხარი. მოვამზადებთ ტაფის ხაჭაპურს, სულგუნის ნადუღისა და პიტნის ნაზავით. ეგრულ გურული სამზარეულო სინთეზი იქნება. ზედ ჩვეულებრივ კლასიკურ ცომს, თბილი წყლით და ცოტა ზეთით. დამავალე ხა რა, მე რა გავაკეთო მითხარი? შენ პირველ რიგში გახეხე ნიკა სულგუნი. ამით ხო? კი. რომელი პირით? აი ცოტა, აი ამით. ლენიკო, შენ გვერდიც გაქვს ხო, როგორც ვიცი? კი, გემოების დღიური. გემოების დღიური. ჩემს გამომწერებს უზიარებ ტრადიციულ მარტივ გემრიელ კერძებს. თანამედროვე შტრიხებიც არის, კი. ათანამედროვე ტრადიციულ კერძებს. მარტივი რო იყოს, ძალიანაც არ ვართულებთ. ვაგრძელებ ხა მას. შენი სამზარეულოსთან ურთიერთობა როგორია, ნიკა? ძალიან ცუდი. რა ვშვებით? ეხლა რა ვშვებით და ნადუღი უნდა დავამატოთ. მოდი პიტნაც გავუკეთოთ და მე ერთად ოკეი, პიტნას როგორ უკეთებ? პიტნა დავჭრათ ეხლა. ძალიან წვრილად დავჭრათ ხელის თუ არ მივაყოლე. ძალიან მოუხერხებელია. პიტნა დასაჭრად. ჩემთვის. წვრილად უნდა. წვრილად რანაირად უნდა დაჭრა ეს? ლენიკო, ეხლა ამას კიდევ უნდა დაჭრა? იცი, უფრო დიდი პიტნები შეხვდება, ვინც შეჭრა. ხო, შვედიერია. ლენიკო მიახარა ჩემგან არაფერი არ გამოვიდა, ძალიან კაია, ნიკ. ჩაყარე. სანამ ცომი ამოვიდო და ლენიკომ იქამდე აქაურობა გაამზადა. ზეთიც არ უნდა, ხო? ცხიმის გარეშე თავზეც არ ვაფარებთ. აი, ეხლა გავჭრით და ვნახავთ. ნახე, იწელება კიდეც. აქ ეხლა ნადუღიც გვაქვს. შესაბამისად, წელვადობა ისე ძლიერი არ არის, როგორც მხოლოდ ყველის და სულგუნის შემთხვევაში. გადავშალოთ. აბა. გემრიელესია. მართლა უგემრიელესია ყველას. ურჩევ. რამდენად გამოუვა ასეთი არ ვიცით, მაგრამ ურჩევ ყველას რომ გააკეთონ ტაფის ხაჭაპური. მე ხა რომ გადავშალო ისეთი თამაშია. გეხვეთაცე. ნატა ეს გასინჯე გეხვეცე.